სიახლე მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო ხდება. ახალ სასწავლო სეზონზე წიგნების შესაძენად საჭირო თანხას განათლების სამინისტრო გამოყოფს. ძალაში რჩება პირველკლასელებისთვის ნეტბუქების უფასო დარიგებაც. მარგოლაშვილის უწყების დღევანდელ გადაწყვეტილებას გამომცემლებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სახელმძღვანელოები, რომლებიც აქამდე იყო საყიდელი, იქნება უფასო. 2013-2014 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო ხდება. სექტემბერში 2084 საჯარო სკოლის 650,000 მოსწავლე პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. სიახლის შესახებ განათლების მინისტრმა 155 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დღეს პირადად ამცნო. მათ მიეცემათ შესაძლებლობა ეს ფული გამოიყენონ ახალი წიგნების საყიდლად, ამ ბავშვების მოსავლელად, ზაფხულში დასასვენებლად და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს. სამინისტროს ახალი ინიციატივით თითო ოჯახი ერთ ბავშვზე 100-დან 160 ლარამდე თანხას დაზოგავს. გასულ წლებში 4 მილიონზე მეტი სახელმძღვანელო იყიდებოდა 45-50 მილიონი ლარის საერთო ღირებულებით, რისი გადახდაც მშობლებს უწევდათ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მინისტრს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი და ამ წიგნების ფასაც, რასაც ხარჯავდით, ტანსაცმელს და სხვა რაღაცას უყიდით ბავშვებს. სიახლეს დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ უფასო სახელმძღვანელოები ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც განათლების სამინისტრომ შეასრულა. ეს არის ერთის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულება, მაგრამ უფრო კონკრეტული რომ იყოს გზავნილი ყველასთვის ნათლად გასაგები 45 მილიონი. 45 მილიონი, რომელსაც ყოველწლიურად მშობლები იხდიდნენ სახელმძღვანელოებში, ანუ ჯამურად ეს არის ის თანხა, რასაც ვიხდიდით ჩვენ სკოლის მოსწავლეების მშობლები სახელმძღვანელოების შეძენისთვის, დღეს რჩება ქართულ ხალხს სახში. კიდევ რამდენიმე სიახლე, თურქეთის ნაცვლად წიგნები ნახევარ ფასად საქართველოში დაიბეჭდება. გამომცემლობა კი თითო დაბეჭდილი წიგნიდან ღირებულების 10%-ს მიიღებს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები ეკოლოგიურად სუფთა იქნება. ადგილობრივი გამომცემლები მარგველაშვილის ახალ ინიციატივას არ ეთანხმებიან. ცხადია, სტამბების ღირებულება გაცილებით ნაკლებია წიგნის თვით ღირებულებაზე, რომელიც ზემოჩამოთვლილი კომპონენტებისგან შედგება, ამიტომ მათ წაგვართვეს ჩვენ ავტორებსა და გამომცემლებს ჩვენი საავტორო და საგამომცემლო უფლებები. სამინისტროს გადაწყვეტილება არ მოსწონთ არც სახელმძღვანელოების ავტორებს. ამბობენ, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება გამომცემლებისა და ავტორების გვერდისავლით მიიღო. სახელმძღვანელო გამომცემლობის გარეშე არის წარმოუდგენელი. ვერ გამოიცემა, უბრალოდ ვერ მიიღებს იმ სახეს, რა სახეც აქვს. ბუნებრივია ავტორის გარეშეც წიგნი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი ინიციატივა. თუმცა მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როგორც ავტორმა სახელმძღვანელოების, რომ ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო ავტორების და გამომცემლების გვერდისავლით. გამომცემლების პროტესტის მიუხედავად სამინისტროს ახალი პროგრამა ძალაში 2013 წლის სექტემბრიდან შევა. პირველკლასელებისთვის ნეტბუქების უფასოდ დარიგების პროგრამაც უცვლელი რჩება.